შეხვედრის მიზანი ის იყო, რომ დაგაგვე თაობა ზიდა სულიერი გამოწვევები და მაინტერესებს ანუ ჩვენი თაობა რატო არის გამორჩეული მაგალითად წინა თაობებისგან თია გამორჩეული და ანუ ეს მაინტერესებს რა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა კი ნახეთ აი მაგაზე დავიწყე საუბარი თავიდან ნახე ადამიანი ყოველთვის იყო ერთნაირი დაბადებიდან დღემდე აი ადამი და მოყოლებული ბოლო ადამიანამდე ყველა ადამიანს აქვს ერთი გამოწვევა სულიერი გამოწვევები ნებები ბრძოლები სულიერი განვითარებები ყველა ადამიანში მაგრამ არის ტექნოლოგიური განვითარებები მაგალითად ინფორმაციული განვითარება მაგალითად აი თქვენ თაობაში რაც თქვენ იცით ჩვენ ეს ჩვენმა თაობამ ეს არ ვიცოდით რაც ახლა თქვენ გაქვთ ინფორმაცია გავს ინფორმაციები ჩვენ არ გქონია არასოდეს ვერც გვექნებოდა ფიზიკურად იმიტომ რომ ესეთი რაღაცები არც იყო წარმოიდგინე ახლა ტელევიზორში ჩვენ დროს იყო სამი არხი ხო სულ თუ რაღაცა ხო სულ სამი არხი იყო გადართავდი გადმორთავდი და სულ იყო ერთაგივე გადაცემები ტელევიზორში არც კი მაგრამ წიგნებში ვიყავით სულ ვერთობოდით სტადიონზე ვიყავით თამაშობდით ვერთობოდით ბუნება ჩვენ სხვანაირი განვითარებაც ქონდა კიდე გამომდინარე იმიტომ რომ ერთმანეთში ძალიან ურთიერთობა ქონდა სხვა ურთიერთობაში ვიყავით ერთმანეთთან თუნდაც იმ თამაშობებით უამრავი თამაშობები ქონდა ჩვენ რითაც ჩვენ თამაშობდით აი წარმოიდგინეთ ფეხბურთის სტადიონზე რო ვიყავით ხოლმე ერთი სული ქონდა რომ არ წაგვიგო იმიტომ რომ წავაგებთ უნდა დავლოდებოდით მე როდის არ ვიცი სანამ ვიღაცა არ წაგოს ან შენ ჯერი არ მოვიდა და მაგ ვერ თამაშობდი ამიტომ და სულ გაიტამაშო სტადიონზე რიგები იყო ხოლმე წარმოიდგინეთ ჩვენ ბავშვობაში სტადიონზე იყო რიგები და გადაწყაებული იყო თელი ისე რა ვქო სტადიონზე ადგილი მეკარის ადგილი და პენალტის ადგილი სულ ისე იყო და ანუ ესეთი აქტივობები ქონდა ჩვენ ესეთი ამ აქტივობებში ვიყავით ჩვენ ახლა რო უყურებ ეს დღეს აღარ არის ეს ახლა ჩავედი შევდო სტადიონზე იყო ამხელა ბალახი ამოსული ვინ ბალახს ვინ ამოუშვილა სულ დღე და ღამე ვიყავით ბალახი როგორ უნდა გაეხარა იქ ბალახს მაგრამ აი დღეს არ მოდი დღეს არავინ ყველას ტელეფონში ურჩევნია ახლა ბავშვებს რო უყურებ რო ვიყავით ჩვენ და სოფელში ჩასული და სამეგობრო იყო ყველა ზის და ყველა ტელეფონშია ერთმანეთს იქვე ტელეფონით ესაუბრებოდნენ აი ერთმანეთთან ერთ პირისპირ ზია ისე ტელეფონით ესაუბრებიან ერთმანეთს ისე ერთმანეთთან იქვე ტელეფონით აი წარმოდით დავიდა აი ერთმანეთთან აი თუნდაც აი რაღაცა გინდა გამოუხატო შენს მეგობარს დღეს რითი გამოიხატება კომენტარი და ლაიქით და თუ ადამიანი კომენტარი არ დაგიწერა არ შენი მეგობარი აღარ არის ანუ წარმოიდგინე ანუ თუ შენ კომენტარი არ დაგიდო ლაიქი არ დაგიდო შენი ადამიანის მეგობრად არ თვლი წარმოგიდგენი ანუ აი ეს გამოწვევა დგას ანუ ნახე განსხვავებები ერთი ისა თქვენი უპირატესობა ეს არის თქვენ ამაში ბევრი ინფორმაცია გაქვთ და ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ ჩვენთან ეს იყო უპირატესობა ჩვენ უფრო მეტი ახლა ურთიერთობა ქონდა ერთმანეთთან თუნდაც ეს აი ფიზიკური ესეთი საუბრები და ისინი ძალიან ესეთი იყო ჩვენ მე და ჩემი მეგობრები მაგათაც წიგნის კითხვაში ვეჯიბროთ ერთმანეთს და წიგნის საუბარი ანალიზს უკეთებდი წიგს ხოლმე და სულ ვარჩევით ხოლმე ამ აი შენ როგორ გაიგე ეს წიგნი მე როგორ გავიგე და ეს ამას მე და ჩემი მაგაცები ამას ვარჩევით ერთად ვარჯიშობდით ერთად დავრბოდით ერთად რავი ძალიან ბევრი რამე ისეთი აქტივობები ქონდა ჩვენს სამეგობროში ეს განსხვავება მაგათად აი დღევანდელ ჩვენ თაობასა და დღევანდელ თაობას შორის დიდი სხვაობაა და დღეს ადამიანები ამ კომპიუტერზე ძალიან ჩაკეტა კიდევაც აი რაღაც აი საკუთარ თავთან ჩაკეტა ადამიანი იმიტომ რომ უკვე თავის სამყარო შეიქმნა ამ ტელეფონში და სხვა ადამიანი უკვე აღარ ჭირდება ანუ უკვე ესეც აკმაყოფილებს უკვე წარმოიდგინე ხალხს უკვე აქვს ისა ხელოვნური ინტელექტი აქვს უკვე ChatGPT თუ რაღაცა და იქ უკვე იქ მეგობა აღარ ჭირდება იმას ეკითხება ყველაფერს უკვე წარმოიდგინე ანუ რამხელა გამოწვევაში მას ეკითხება ყველაფერს აი როგორ მოვიქცე აბა ხვალინელ დღე დამიგეგმე აბა აქ როგორ გავაკეთო და აი მას აღარ ჭირდება რომ ადამიანს დაელაპარაკოს წარმოგიდგენ ადამიანს კი არ ეკითხება თელი იმასთან ის უფრო კარგად პასუხობს იმიტომ რომ ყველაფერი თელი თუ რამე ინტერნეტში ამასალა ყველაფერი იმას აქვს და უწერ და უწერ პასუხობს უწერ გიწევს პასუხს ამით თუ რაღაცა კითხვას დავუსვამ ცოტა ხანი დამელოდე და ხა ვიგი პასუხი და დაგიწევს ამ ყველაფერს აი ეს არის მაგალითად ამ თაობის საცტურის თან დიდი რამეც იმიტომ რომ ხა მე რო ეს წიგნი მომეძიებია წარმოიდგინე დღეს რაღაცა მინდოდა ჩავწერე უცებ მომყარო ლიტერატურა ჭირდება ეს ამის და რამდენი დამეძებნა ეს წიგნები ახლა ეს ლიტერატურა უნდა მომეძებნა და მე კითხა ხა მაგალითად რა წერია ამ წიგნებში მითხარი ჩავკითხე რომ იოან ოქროპირის ამ და ამ ქადაგებების ისინი მინდა განმარტებების საწერია მე ყველა წიგნი მომიყარა უცებ საუნა მომეძებნა ახლა ამდენი წიგნი ახლა ამდენი გადამეშალა მეძებნა შარჩევებში იმაში და ამან ერთ ზუსტად ნახევარ წუთში დამიწერა ყველაფერი ამაში დიდი უპირატესობა აქვს ამას ამ ყველაფერს რა მაგრამ უპირატესობაზე თუ ამის სწორად გამოყენებას ისწავლით ამაში აი ზუსტად მაგას ნახე თუ სწორად გამოიყენებთ თქვენ ბევრად უფრო უპირატესობა ვიდრე ჩვენ გქონდა აი ბევრად უპირატესია თქვენი მდგომარეობა ვიდრე ჩვენი აი შენ რომ ტელეფონს გადადებ და იმ თამაშებსაც რო ითამაშებ და თან ესე ზოგი ექნება აი რამდენი უფრო სწრაფად განვითარდებით თქვენ ვიდრე ჩვენი თაობა განვითარდებოდა
აი თქვენი შეგიძლიათ გააკეთო ამ ეს განსხვავება თქვენსა და ამ ჩვენი თაობა შორის.